შეცდა თუ არა BMW-ს სპორტული დივიზიონი, როცა i60M 5-ში ატმოსფერული V10 ჩადგა, მაშინ როცა Mercedes უკვე მზად ჰყავდა მისი მთავარი მეტოქე. საუბარია 5.5 ლიტრის მოცულობის M113 კომპრესორზე. Mercedes-მა უარი თქვა რთულ და მკიფე კონსტრუქციებზე და საფუძვლად ალუმინის ბლოკი აიღო, რომელიც თუჯის მყარი მასრებით გააძლიერა. განსხვავებით იმდროინდელი ტენდენციებისგან, ინჟინრებმა ცილინდრზე 4-ის ნაცვლად მხოლოდ 3 სარქველი და 2 სანთელი დატოვეს. ეს გადაწყვეტა ამცირებდა სითბურ დანაკარგებს და გზას უხსნიდა გიჟურ შიდა რესურსს, რომელიც ქარხნული პორშინებითა და შატუნებით 700-მდე ცხენის ძალას უპრობლემოდ უძლებს. მაგრამ მთავარი საიდუმლო ძრავის თავზე კომპრესორში იმალება. ტურბინისგან განსხვავებით, რომელიც გამონაბოლქვი აირების წნევას ელოდება, ეს სუპერჩარჯერი მექანიკურად მუხლა ლილვიდან ტრიალებს. ინჟინრებმა აქ უნიკალური ხერხი გამოიყენეს. კომპრესორი მუდმივად არ მუშაობს. მას სპეციალური ელექტრომაგნიტური ქურო მარტავს, რომელიც გაზის სატერფულის მკვეთრი დაჭერისას წამის მეასეთში რთავს ხრახნებს. შედეგად ძრავი უკვე 2600 ბრუნიდან გამოსცემს 700 ნიუტონ-მეტრ თორქს. ეს არის მომენტალური აფეთქება ყოველგვარი ტურბოლაგის გარეშე. თუმცა იდეალური საინჟინრო პროექტები არ არსებობს. M113K-ს მთავარი მტერი ტემპერატურაა. იმის გამო, რომ კომპრესორი ჰაერს ძლიერად კუმშავს, შემავალი ჰაერის ტემპერატურა კრიტიკულად იზრდება. ქარხნული ელექტროტუმბო, რომელიც ინტერკულერში წყალს აცირკულირებს, ხშირად ვერ უმკლავდება დატვირთვას. როგორც კი ტემპერატურა ზემოთ იწევს, ძრავის კომპიუტერი დეტონაციის თავიდან ასაცილებლად სიმძლავრეს მომენტალურად აგდებს. სწორედ ამიტომ ამ ძრავის ტიუნინგისას პირველი ნაბიჯი ყოველთვის გაგრილების სისტემის მოდიფიკაციაა. M113 კომპრესორი არის იმ ეპოქის სიმბოლო, როცა გერმანული საინჟინრო სკოლა სიმძლავრეს არა მარკეტინგით და პლასტმასის დეტალებით, არამედ სუფთა რკინის რესურსით აღწევდა.